როგორ გითხრა, ეგეც სიმართლეა, რომ მიგრძნობდი, რომ მაინც ესე გეწოდებული საბჭოთა ინტელიგენცია მაინც მანკიერი ფენომენი იყო. იმიტომ რომ იმასთან ერთად რომ იყო ძალიან მაგარი ადამიანების, ინდივიდუუმებისგან შემდგარი, ფლობდა პრივილეგიას, რომელიც რაღაც პერიოდში, როდესაც მათ მოუხდათ დაპირისპირება ზვიად გამსახურდიასთან, არასწორი პოზიცია დაიჭირეს მათ და მათი პრივილეგია არასწორად გამოიყენეს და აი ის პრეცედენტი, რაც დღესაც იმის შედეგებს ვიმკით, რა თქმა უნდა, პირველადი დამნაშავე ამაში არ იყო ინტელიგენცია. მაგრამ ინტელიგენციამ ძალიან ცუდი როლი ითამაშა. ვინ იყო დამნაშავე? რა თქმა უნდა, იყო კრემლი, KGB პირველ რიგში. რუსეთის სახელმწიფომ დაამხო ზვიად გამსახურდიას თავისუფალი საქართველოს პირველი ფუძემდებელის მეორე რესპუბლიკის მამას და საქართველოს სულიერი მისიის ავტორი, რომელიც გზას ჩვენ უნდა გავყოლოდით და არ გავყევით და ის ჩვენი ბრალი იყო და ჩვენმა საზოგადოებამ ჩვენ დავაშავეთ, დიდი დანაშაული ჩავიდნენ, ძალადობრივად გადმოვაგდეთ. ნამდვილი საქართველოს პრეზიდენტი მართლა არჩეული, ერთადერთი ნამდვილად არჩეული გაყალბების გარეშე იყო ზვიად გამსახურდია. აი ეს ნაწილობრივ რა თქმა უნდა, კრემლის ბრალი იყო, მაგრამ ინტელიგენციამ ძალიან ცუდი როლი ითამაშა და როგორც კლასს მე ინტელიგენციას ვერ ვიტან.